სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს საჯარო გაშლა გვექნება თემაზე, რა გაგახარებს სულ მალე. აი ამაზე იქნება ჩვენი გაშლა. ნახოთ რა სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. მოდი წლის ბოლომდე პერიოდი ავიღოთ, იმიტომ რომ რაღაცა უფრო დიდი ვადა ამ მომენტისთვის არ მინდა რომ გქონდეს. ვადას არ ვუთითებთ, მაგრამ მოიაზრეთ წლის ბოლომდე. რა გაგახარებთ სულ მალე. პირველი ვარიანტი, რა გაგახარებთ სულ მალე. და მეორე ვარიანტი, რა გაგახარებთ სულ მალე. რაღაცა დღეს არ მინდა რომ მეტი ვარიანტი გქონდეს და ამიტომ დავჯერდეთ ორ ვარიანტზე. ესე მიგრძნობს რაღაცა ჩემი ხელები. ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რა გაგახარებთ სულ მალე. პირველი ვარიანტი გქონდეს ესეთი ამეთვისტოს მინერალი. შემოვაბრუნებ. და მეორე ვარიანტი გქონდეს სელენიტის კოშკი. ორივე ვარიანტი გარკვევით ჩანს და ვნახოთ რა გაგახარებთ სულ მალე. მიგეთ შემიხმა კარგად ისმის მიკროფონი ცოტა დახშულად მედო. იმედი მაქვს ვარიანტების არჩევა უკვე ვახერხეთ. მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით, რა გაგახარებთ სულ მალე. ვინც აირჩიეთ ამეთვისტოს მინერალი, ვნახოთ რა გაგახარებთ სულ მალე. თქვენ შემთხვევაში სასიხარულო მოვლენა, რომელიც მოხდება სულ მალე, არის თითქოს ის, რაც აქამდე თქვენი სურვილი მიუწვდომელი გეჩვენებოდათ, ასრულების შანსი გაგიჩნდებათ და ზოგიერთებს პირდაპირ მნიშვნელობით აგისრულდებათ კიდევაც. თუმცა აშკარად თქვენ ეს ძალიან შორს გეგონათ ეს რო იქნებოდა. აი რაღაცა ისეთი რაც გეგონათ, რომ აი ძალიან შორს იყო ეს სურვილი თქვენგან, აი ასრულებამდე უფრო დიდი დროის მონაკვეთში შეიძლება გეგონათ, რომ მიაღწევდით ან მიიღებდით. წლის ბოლომდე მეგობრებო ეს სურვილი უკვე თქვენს ხელში იქნება. გამოჩნდება შესაძლებლობა, შეიძლება კონკრეტული პიროვნებაც, ვინც ან შეგისრულებთ ამ სურვილს, ან დაგეხმარებათ სურვილის შესრულებაში. ან შეიძლება ვინმეს დახმარება არც გახდეს საჭირო, არამედ თავისთავად მოხდეს ეს, რომ გაჩნდეს შესაძლებლობა ეს სურვილი თქვენამდე მოვიდეს. შეიძლება ეს ფიქრობდით, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო თქვენთვის, მაგრამ რეალურად აი ფაქტობრივად თქვენს გონებაში ეს არის რაღაცა ძალიან მინიმალური, ხო? და მიხვდებით და გააცნობიერებთ, აი ეს მინიმალური რაღაც რამხელა ბედნიერებას წარმოადგენს, აი რაღაცა ესეთი იქნება თქვენთვის. ამიტომ ის რაც გაგახარებთ სულ მალე, ეს არის თქვენი სურვილი, რომელიც ძალიან შორს ეგონათ, რომ იყო, მაგრამ რეალურად თურმე ძალიან ახლოს ყოფილა. წარმატებებს ვისურვებთ ჩემო ძირფესებო, მადლობა ზირთვით პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე და მიკომენტარეთ, რამდენად რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის. ნახოთ, მეორე ვარიანტი, რა გაგახარებთ სულ მალე. ვინც სელენიტის კოშკი აირჩიეთ. სულ მალე გაგახარებთ ის, რომ ადამიანი, რომლითაც თქვენ იმედგაცრუებული იყავით, ან გეგონათ, რომ დაკარგეთ, ეს ადამიანი გამოჩნდება და გამოვა კონტაქტზე. მისი დაკონტაქტება გაგახარებთ ნამდვილად და იქნება რაღაცა სიცოცხლის მომცემი თქვენთვის მისი მოქმედება. ამავდროულად გაჩნდება შესაძლებლობა, ვისთვის ეს პარტნიორის საკითხი არ არის, ის საკითხი, რაშიც თქვენ იმედი გქონდათ დაკარგული, აი ეს სურვილი დაიწყებს ზვრას, მოქმედებას და დაინახავთ, რომ რეალურად შესაძლებელია ამის რაკეთება, ამის შესრულება და აი რაღაცა ნაადრევად ჩაიქნიეთ ესე რომ ვთქვათ ფარხმალი, ხო, უბრალოდ მეტი მცდელობა იყო საჭირო
ან უბრალოდ შესაბამისი დრო ამისთვის. რაღაცით აშკარად არ იყავით კმაყოფილი აქამდე და შემოვა მოულოდნელი კმაყოფილება ამ სიტუაციით. მე უფრო მგონია, რომ აქ პირადი ცხოვრების საკითხებს ეხება თქვენ შემთხვევაში სიტუაცია, ამიტომ თუ კი კონკრეტული ადამიანით იმედგაცრუებული იყავით ან ნაწყენი იყავით, ამ ადამიანთან შერიგების პერსპექტივებია ჩემს ეფასებოდა აი ეს გაგახარებთ თქვენ ამ პერიოდში. წარმატებებს გისურვებთ მეორე ვარიანტი, დამიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის, მე კი დაგემშვიდობებით. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამეკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.